ეხლა ძალიან ბევრი კითხვები და უკვე იცი რა ჩემთვის არის გამაღიზიანებელი. როცა ლაპარაკობენ ჩემს დედაზე, მე რომელსაც არასოდეს არ ვახსენებ, ეს ჩემი პირადი მასთან დამოკიდებულება ეს არ ნიშნავს, რომ დედაჩემს ვინმეს გადავავლებიებ, ძალიან შემცდარ ხართ. დედა როგორც ღმერთი ერთია დედამიწაზე. არაფერი, სულ რო არაფერი 9 თვე გატარა მუცლით. მე არაფერში არ ვადანაშაულებ მას, მე არაფერს არ ვაბრალებ მას. მე ვცდილობ ჩემი სიმართლე დავადგინო და თქვენ თვითონ ხალხმა დედაჩემს არასდროს არ ვახსენებ და მინდა რომ მაგათი თვალით დანახული დედაჩემი დაგანახოთ და მე ამ ხალხის ხელში 24 წლის ასაკში დაქვრივებული, დაჩაჩანაკებული 4 ობოლით ხელში ქალი, წარმოიდგინეთ თქვენი თავები ყველა ქალმა 90-იანებში და ამ ყაჩაღების ხელში. მე დედაჩემის გამართლებას არ ვცდილობ და არც ვაპირებ. საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა, მე თუ 9 წლის ასაკში ეს დღე გამომატარეს, წარმოიდგინეთ დედაჩემი რა დღეში ყავდათ. იგი 24 წლის იყო. როგორც ქალის, როგორც დედასი, მე მის გვერდში დავდგები მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან მე მამაჩემივით სახელს ვერ ვყვირივარ და არ ვყვირივარ, განამი არ მაწუხებს კომენტარებში რომ ვხედავ ჯალად ქალებს, რომელიც ჩემს დედას ლანძღავენ. ყველა ის სიტყვა მკლავს დამიჯერეთ და დედაჩემი ამ ყველაფრის ყველაზე დიდი მსხვერპლია ამ დიდი დანაშაულის დამიჯერეთ, დადგება ის სიმართლე, გამოიძიებს და ყველაფერს მისი სახელი დაერქმევა აბსოლუტურად. ზუსტად როგორც ჩემი, ისე გადარჩენა შეიძლებოდა დედაჩემის. დედაჩემი ყოფილა, მე დედაჩემი არ მახსოვს, პატარა. მაგრამ როგორც ყვებიან, დედაჩემი იყო ულამაზესი, ასე თქვეს. ჭუბერი, რომელიც სილამაზეს კლავს, ჭუბერს, რომელსაც ლამაზი ხალხი არ უყვარს. მე დედაჩემის არც ერთ მოქმედების მართლებას არ დავიწყებ, მე ველოდები გამოძიებას და დასრულდეს გამოძიება და გამოძიება გამოაკვეთოს მისი უდანაშაულობაც და ეს გააკეთოს კიდე გამოძიება მირჩევნია, მე ხმამაღლა არაფერს არ ვიტყვის საერთოდ მის შესახებ, მაგრამ როგორც ზუსტად ის არის მსხვერპლი იმ ჯალათი ქალების, რომელიც ჯალათებიც მარინაზე წერენ. იმათი ოჯახის წარმომადგენლების. ყველამ წარმოიდგინეთ თქვენი თავი. ამ ხელა მიწაწყალზე 4 ობოლით ხელში 24 წლის გოგონა. და ამ ყაჩაღების ხელში რა დღეში იყო ის საწყალი. მეც არაფერს არ გთხოვთ, მე დედაჩემს არ ვამართლებ, მაგრამ მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი და მის ირგვლივ მყოფი ყველა ქალი. მანანა ხარძიანით დავიწყოთ, ვისთანაც მეგობრობდა დედა და რა გზასაც დაადგა ყველა მიცის. მანანა რატომ ეზიზღება? ეხლა მიხვდება მანანა რატომ ეზიზღება. მარინას რო არ შემოჩენოდნენ ეს ბინძური ქალები,
მარინაზე დაწეროს თელმა ჭუბერმა როგორი იყო მიუხედავად იმისა რომ ბავშვი იყო არაფერი არ ეშლებოდა 24 წლის ხალხო ბავშვი ხარ ისევ დედაჩემიც ზუსტად ბავშვობაში დააქალის მე არ ვცდილობ მის გამართლებას მაგრამ არც მისი მსაჯული გავხდები მე ამიტომ თქვენთვის მომინდია ჯალათი ქალების გარდა წარმოიდგინოთ იმ დედებმა ბებიებმა დეიდებმა თქვენი თავი წარმოიდგინოთ რა 9 წლის ასაკში მე რა დღე გამომატარეს ჩხუმიანებმა ხო და დედაჩემს რას უზამდნენ ის წარმოიდგინეთ მარტო და მერე ისე დაწერეთ საწყალი დედაჩემის სახელი იმ ჯალათმა ქალებმა ვისაც თქვენი ბინძური ტრუსიკები ამდენი წელია დღემდეც ვერ გაგირეცხიათ ასე რომ მე მომიტევეთ თუ ზედმეტი მომივიდა საუბარში თუ გადაცდობა მაქვს მაგრამ მე დედაჩემის მტერი არა ვარ მიუხედავად იმისა რომ მე წლები ამასთან ურთიერთობა არ მაქვს მე მისი მტერი არა ვარ არც უფლება მაქვს რომ მისი ცხოვრება მე საჯაროდ გამოვიტანო მაგიტომ მე მირჩევნია ეს გააკეთოს პოლიციამ დედაჩემი ასაკში არის უკვე მისი ავადმყოფობები აქვს მე არ მინდა რომ ადვოკატის და გამომძიებლის გარდა ზედმეტად ის ქალი ტელევიზია იქნება ადამიანების რო გავიგო რომ ვინმე ზედმეტად მიწერა შეაწუხა შეაშინა ან ნებისმიერი თუნდაც სვეტა გერლიანს ვინმე რო შეუვარდეს რომელიმე გურჩიანი და ერთი ზედმეტი რო ჩემს დედას აკადროთ აუცილებლად თქვენთანაც მოვალ მაგი იცოდეთ ამიტომ ყველას გთხოვთ რომ როცა ჩემს დედაზე ლაპარაკობთ უფრო სიფრთხილით და უფრო ქალურად მიუდექით ამ ყველაფერს და ისე დაწერეთ ძალიან გთხოვთ მე გულს მიკლავს ის მე არასდროს არ უყვები მაგ კომენტარებს და მე არ ვიწყებ ლანძღვას და გინებას მაგრამ ყველა მის მიმართ დაწერილი სიტყვა კლავს და მანადგურებს ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი ძალიან გთხოვთ თქვენ ლაპარაკობთ მარინაზე რომელსაც ოჯახში არავინ არ დარჩა ქმარი მოუკვდა მამა ციხეში ძმა ომში იმ მარინაზე უპატრონო მარინაზე რომელიც ჩაიგდეთ ხელში იცოდით ყველაფერი რომ მარინას პატრონი არ ყავდა საწყალი ბაბუა მაშინ მე თქვენ რადგან არ ყვირი ვარ და არ ვკივი ვარ და არ ვწივი ვარ სოლომონ ბაბუას სახელს ვინ შეეხება და იმაზე ხელების შეწმენდა შეეცდება ვინც გინდა იყოს მე არაფერში არ ვადანაშაულებ მე სოლომონ ბაბუას პირიქით ვგიჟდებოდი მასზე იმიტომ რომ იმ ხელაზე ზდილობიანი იმ ხელაზე განათლებული და თელი სვანეთი როგორც ასტემირსის იაფასებდა სოლომონ გერლიანს თელი კოდორის ხეობა განთქმული ძალიან ყველაფრით სახლით გინდა მიწებით გინდა ამიტომ როგორც ასტემირის სახელს ვიცავ ბოლოში აუცილებლად ბაბუას სახელს გავაჟღერებ რომ თქვენი სიბინძურიდან გინდოდათ რომ მიგეწერათ ბაბუა ჩემისთვის თქვენი ბინძური ნოდარიშერების სახელი და ყველას გასვენებაში იყავით და ყველას გასვენებაში თქვენ თქვით პირველი სადღეგრძელო მე თქვენ მიწასთან გასწორებთ იმიტომ რომ ჩემი ორი სასახელო ბაბუა ამიგდეთ ნოდარიშერებმა ჩხუმიანებმა მე თქვენ გაჩვენებთ როგორი არის აგდება